Ake and Friends ესეთი მუსიკალური ბენდია ჩვენთან სტუმრად, რომელიც როგორც გავარკვიეთ კომუნიკატორში დასაკრავად შეიქმნა. ესე იგი ჩვენთან სტუმრად არიან Ake პატარაია მუსიკოსი, პაატა ბერიძე მუსიკოსი, ასევე და მესაყვირე და ლევან თხილაიშვილი მუსიკოსი. მოკლედ სამი მუსიკოსი. დიდი მადლობა ჩვენთან მოგზაურობისთვის. გარდა იმისა, რომ ჩვენი ეთერისთვის და აქ დასაკრავად შეიკრიბეთ, ცხადია გარკვეული პრედისტორია ექნება ხო თქვენს ურთიერთობას. როგორ დაიწყეთ ეს ყველაფერი მანამდე, სანამ ეს ბენდი იქნებოდა თუ გქონდათ გარკვეული მუსიკალური გამოცდილება? აი, დაიწყე შენი. ყველამ ამერიკიდან დაიწყე. აუ, თითოეულს ქონდა ცალსაკე პროექტები. ბოლმა და აგესალგე პროექტები ქონდა მეც საზღვარგარეთთან, აქაც რო ჩამოვედი. ამდენიმე ტურის ქონდა საზღვარგარეთ, მაგალითად უკრაინაში. შემდეგ ისე ხდებოდა, რომ ხან მე მივდიოდი, ხან აკე მივდიოდა და როცა ვახერხებდით, ერთად ვუკრავდი და გვაქვს ერთი. სად დადიოდით ხოლმე, საინტერესოა. პირველად სად დაიარებოდით? პირველად ლევანი გავიცანი, ანუ ორივე ბათუმლები ვართ, პრინციპში სამივე. და ისა, რა ქვია, ნუ ზაფხულის პერიოდი იყო და გავედი ბათუმში ბულვარში საბასკინგოთ, ანუ დასაკრავად. და მახსოვს რა დარბუკაზე უკრავდა ვიღაცებთან ერთად, ნუ პროსტა ჩავარი და ის სადღაც იქეთ 150 მეტრში მეც დავჯექი და უკრავ რაღაც და შესული მუღამში როგორც იტყვენ, ესე გავიხედე ეს ჩემ გვერდით და ესეც უკრავს. და ისე შექმნით ერთიანი მუსიკა. მუსიკალურად გავიცნეთ ერთმანეთი და აკურით და ნახევარი საათი დაახლოებით უკრავდით, ხმა რა მოგვიღია რაღაცა იმპროვიზაცია მთელი ამბები და ნუ ბოლოს მორჩით და გამარჯობა. ეს რამდენი ხნის წინ მოხდა? დაახლოებით 7 წლის წინ, 6 წლის წინ. ანუ ხანგრძლივი მეგობრობის. კი, ხანგრძლივი, ასევე პაატას შემთხვევაშიც ისე ბათუმში უკრავდით საერთო მეგობრები და პაატა გვესტუმრა საყვირი თურთ. და მან დაუკარეთ და ძალიან მოგვეწონა ერთმანეთის ეს ნიუანსები რაც არის და ეს აი ყველაფერი არ ჭრეს და მე უკვე აქეთ წამოვედით თბილისში ჩამოვედი და უკვე დავიწყეთ მე და პაატამ რეალურად ეს პროექტი. და ნუ თან შემოგვემართნენ ხალხი. რეპერტუარზე უნდა გითხოთ, გარდა იმისა, რომ იმპროვიზაცია ცხადია ძალიან სასიამოვნოა და მუსიკალურ კომუნიკაციას ამყარებს, მეორეა ბენდის თვითონის რეპერტუარი, რასაც ასრულებთ, ხო? როგორ შექმენით თუნდაც ის ნაწარმოებები, რაც ჩვენ ეთერში შეასრულეთ, ან ამის გარდა რა ტიპის მუსიკა გაქვთ? აი, დაახლოებით მე რაც მაქვს ახლა ის მასალები დაყოფილი არის სამ სხვადასხვა ჟანრად, ესე ვთქვათ. პირველი რაც იყო გავაკეთე რამოდენიმე წლის წინ, ეგ იყო უფრო პოსტ ალტერნატივა, ინდი, არა, მაგრამ პოსტ ალტერნატივა. მეორე პროექტზე რო დავიწყეთ უკვე მუშაობა, ეს ანუ მე მინდოდა რო ყოფილიყო რაღაც სიმებიანთან ერთად ბრასები, რაღაც ეგრე, უფრო არა სტანდარტული ბენდი, როგორც ვთქვათ, გიტარა, ბასი, დრამი, ვოკალი, რაღაც ეგრე არის. უფრო მინდოდა რომ აი ექსპერიმენტალურიც რო ყოფილიყო. და ახლა მესამე დავიწყეთ, უკვე ანუ მესამე დავიწყეთ, არა, პრინციპში ახლა რასაც ვიწყებთ, საწყისი არის გვინდა რომ აი ეგ ბრას სექციები, სიმებიანი და პლუს ელექტრონიკაც რო გავურიოთ და ველოდებით ჩვენ მეგობარს ამერიკიდან, რომელიც ისიც მუსიკოსია და სადღაც 26-ში ჩამოვა და სადღაც ერთი კვირა გვაქვს რომ პაატა, ეს მნიშვნელოვანია, რომ ანუ როდესაც ბენდი ყალიბდება, როდესაც იქმნება, საწყის ეტაპზევე შეჯერდეს, რა ჟანრში უკრავს, რა ტიპის კომპოზიციები უნდა შეიქმნას, თუ შეიძლება ეს ცვლილებები იყოს ჟანრობრივი. მე ახლაც არ ვიცი, რას უკრავ, რა ჟანრია, სიმართლე რო გითხრათ. ასევე სიმართლე რო გითხრათ, ჩვენც ცოტა გაგვიჭირდა სახელის მოძებნა თქვენი მუსიკისთვის. იცით, ჩემთვის ძალიან საინტერესოა სხვადასხვა ჟანრში მუსიცირება. მაქვს გამოცდილება სხვადასხვა შემადგენლობასთან და სხვადასხვა სწორედ აი ახსენეთ ამ ჟანრთან მუსიცირების. ეს აკეს კომპოზიციები, აკეს ძალიან ძნელია თვითონ თქვას ეს ყველაფერი, მაგრამ მოდი მე ვიტყვი ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ არანჟირება თუ შეიძლება ითქვას რამე კომპოზიციაში აკე ახერხებს ამ ყველაფერს და ჩვენ ვართ ჩუქურთმები თუ სტილისტები, რომელიც უკვე ამდიდრებს და ალამაზებს. ანუ ხერხემალე არის აკე, თავის კომპოზიციებით
რაც შეეხება სხვა დანარჩენს უკვე აი მერე რა უნდა იყოს, ხო? როდესაც არსებობს ის რაღაც ჩონჩხი, რაზეც უნდა აიგოს ქსოვილი მუსიკალური, მანდ უკვე მე ვიქნები, ლევანი იქნება, სხვა ჩვენი მეგობრები, რომლებიც ჩვენთან იყვნენ ჩაწერაზე თუ უცხოეთიდან ჩამოსულები და ექსპრომტად პირველივე ბგერებს ერთად დაუკრავენ, მაგას უკვე ის არსებით მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის აკესი. სხვა დანარჩენი ჟანრულად წაყვანა ან წამოყვანა კომპოზიციის ეგ არის უკვე როგორი მომენტი, იცით, რომ ანუ შეიძლება ერთი ეტაპი, ერთი ალბომი ჩაიწეროს და ეს ყველასთვის უკვე ცნობილი იყოს, მაგრამ მე ლაივ კონცერტზე გამოხვიდე და სულ სხვა ინტერპრეტაციით შესთავაზო სწორედ ის კომპოზიციები და ეს მე ვფიქრობ ბევრად უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ არ ხარ რაღაც ჩარჩოებში, კლიშეებში და სთავაზობ სხვადასხვანაირ ვერსიას და ის მსმენელი ვინც აფასებს შენს მუსიკას და არის შენი გულშემატკივარი. მისთვისაც ეს ძალიან დიდი სიხარულეა, იმიტომ რომ გადაიხადა ფული, მოვიდა და კიდევ ახალი შესთავაზე. აი ეს არის პირველ რიგში ჩემთვის ყველაზე ძვირფასი. და სწორედ აი თქვენ რომ მკითხეთ, რომ ანუ თავიდან მნიშვნელობა აქვს ჟანრს და რაღაც, აი სწორედ ამით ვამართლებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ჩვენ ის მუსიკოსები აქ ძალიან კარგი პლეიტისტი სანდრო ნიკოლაძე და ბასისტი ლაშა აბაშმაძე, რომლებიც დღეს არ არიან, დეს მადლობას გადავხდი მათ. ეს იყო სწორედ ესე ექსპრომტად. ლევონს და აკეს გავაცანი, მე მქონდა ბედნიერება მათ ვიცნობდი, ერთადაც მქონდა დაკრული და ეს ერთად უცებ მოვიფიქრეთ და დავარქვით. Ake and Friends კომპოზიციით საქართველო. როგორ შეიქმნა ეს ტექსტი, თუნდაც როგორ წერთ ტექსტებს და რა არის ის თქვენი მთავარი სათქმელი მესიჯები, რომელსაც თქვენ სიმღერებში, თქვენი სიმღერის ტექსტებში დებთ? ჩვენ, ანუ ეს კონკრეტული ტექსტი არის აკაკი წერეთლის ტექსტი და რავი, როგორ შეიქმნა არის? შეიქმნა ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ რასათქმელიც არის, ანუ მუსიკალურად ჩვენთვის იმეორებს ეს ტექსტი თქვენს სათქმელს იმ რეალობას, რა რეალობაც დღეს არის. რო თქვა, აი მე პირადად, ანუ როცა წავიკითხე ლექსი თუ ვისწავლეთ რაც იყო, აი ღრმა ბავშვობაში, აი ეგეთ განწყობაზე ვიყავი, ანუ რაც მოვისმინეთ ახლა ცოტა ისეთი უფრო, როგორ თქვა. მელანქოლიურსებდიანი. ხო, აი მე რაღაც ეგეთი, მაგრამ არც სევდიანი თვალ. დაიშვერო ბერკო საქართველოს. აჰა. უნდა გკითხოთ ლაივებზეც, სად უკრავთ ხოლმე, სად შეიძლება მოგისმინოთ კაცმა, როგორც ამ შემადგენლობით, რაც კომპოზიციაში ჩანს, ასევე ცალ-ცალკე. აჰა. მე და ლევანი უკრავთ სამშაბათს, ხო, სამშაბათს თრალბუში ესე ქვია. გაკვირას. გაკვირას? გაკვირას. ანუ კლუბებში და ბარებში. ხო, აი პატარმი უფრო unplugged ლაივები აკუსტიკური უფრო ესეთ რაღაცა. ხა კიდე უკრაინასთან კომპოზიციებს უკრავთ ხოლმე თუ ქავერებს ასრულებთ? აი გააჩნია როგორ სიტუაცია. თრალბუში მაგალითად არ არის დოგმა რო აი შენ რაღაც რუსული დაუკარი რაღაც ეგეთი. ან ლედი გაგა დააქავა. შაბაშები და რაღაცები. ნუ ეგეთ ადგილებში უკრავთ ჩვენ მუსიკას, აი მაგალითად დაიბარი კანუდოსი. ადვილია თბილისში, თუნდაც ბათუმში, ან საქართველოში ისეთი ადგილების მოძებნა, სადაც მსმენელიც შესაბამისი იქნება და მე პატრონეც ადვილად დაგთახდება და თუნდაც იგივე რაღაც ლედი გაგას ქავერს არ გამოცდილება არ მაქვს მაგამ ბავში, ანუ ზაფხულის მერე უკვე რაც დავიწყე, აი ბარი და რაღაც ჯიბის ფულის ვარიანტი და აი თქვენ თვით გამოცდილება. ლევანი იტყვის უფრო ისეთია. ყველას შეგიძლია, ყველა შემოგვიყვება. მე ვიტყვი რომ ძალიან ცუდია და ნეგატივს ხედავ ამ დაინტერესებაში, ძირითადად რა თქმა უნდა არის ეს გაცვეთილი კოვერები, რომელიც ამოსულია მართლა ყელში და მათთვისაც და მათი სივრცისთვისაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ესეთი ადამიანების ჩემზე არ ვამბობ რა თქმა უნდა. ზოგადად პრეზენტაცია, იმიტომ რომ ხვალზე გრამოხდება, რომელი პრესარიო გამოჩნდება და დაინტერესდება ამ მუსიკით, ღმერთმა იცის, ასე რომ შეიძლება მართლაც შესანიშნავი ადამიანები და შესანიშნავი მუსიკოსები იყვნენ იმ ბნელ ბარში, რომელსაც ის დღეს არ აფასებს. ასე რომ შეფასების კრიტერიუმი მაინც არის ძალიან შაბლონური და ესეთი რაღაც. ანუ ცოტა პრობლემები აქვს ხო ამას სივრცის შერჩევაზე საქართველოში. კავერი ვახსენა,
აი ჩვენ სადაც უკრავდით თითქმის არა საერთოდ ყველა სიმღერას პაპსა იქნებოდა თუ რაღაცა ყველაფერს ვაკეთებდით ჩვენებურად უფრო კარგად ჩემი აზრით. ერთი ისტორია მახსენდება ბათუმში ჩვენ ერთად უკრავდით და მოვიდა სივრცის მენეჯერი და გვეუბნება რომ ისეთი მუსიკა დავუკრავით რომ ხალხს მოშივდესო. ხო და ერთმანეთს გადავხედეთ და კითხვა დაგვებადა, კაი, შემოვიდა ადამიანი, მოვაშიეთ ისეთი მუსიკა. მე სხვაც რო შემოვიდა, იმასაც ხოშია. როგორ დავამთხევოთ ეს თანმიმდევრულად. ანუ აი ეს პარადოქსებიც ბევრია, უამრავი. თან თითქმის 80% და ხშირად ხდება ეს. ისტორია უნდა გითხოთ კონიაკზეც, იმიტომ რომ ეს იქნება შემდეგი კომპოზიცია, რომელსაც მოისმენს ჩვენი მაყურებელი, ვიცით რომ გარკვეულად საინტერესო ისტორია აქვს ამ კომპოზიციას. ზოგადად ეგ თემა, რაზეც ავაგეთ ყველაფერი, მე და ჩემი მეუღლე X ფაქტორში ვიყავით და ნუ იქ რაღაც ეგეთი დავალების ვარიანტი მოგწეს, რომ აი რაღაც ნომრები რო ქონდა მოცემული და ისე რა ქვია, ანუ რაღაც სიტყვით უნდა წარდგენილიყავით, რომ გამარჯობათ, მე ვარ აკე ბლა ბლა და დამირეკეთ ამ ნომერზე და მე და ჩემო მეუღლე ანუ პროსტა გიტარით ვიჯექი, კამერა ჩართო და უცებ რაღაც მომენტში ეგ თემა დავუკარი და წავიმღერეთ მაგაზე, სულ სხვა რაღაც, ანუ ის იგივე ამბავი რაც გითხრეს, ანუ შეიძლება ითქვას რომ მზა ტექსტებზე, ანუ იმ ყოველდღიურ ტექსტს თუნდაც რომ რა ტექსტსაც წამყვანები ესალმებიან მაყურებელს ან რამე. დაახლოებით ნომერს ამბობდა თავისას, რომ დაემესეჯებინათ რომ გასულიყო ფინალში და ნუ მე მოვისმინე ეს კომპოზიცია აკესთან ბათუმში მაშინ იმ თუთას ვთხარი რომ მეთქი ეს ძალიან კარგი თემაა და ამაზე შეიძლება კარგი რამე ავაგოროთ და მოკლედ მოვიდა იქამდე რომ ფაქტიურად ძალად ჩემი ძალიან ბევრი ჩიჩინის შემდეგ ეგ იყოს მეთქი ფინალი მეხუთე კომპოზიცია რითიც დავამთავრებთ იმიტომ რომ თან ისეთი მარტივი არ არის ახლა მან დიდი რაღაც ფილოსოფიური ტექსტები და ის და თან არის ისეთი მარტივად საიმპროვიზაციო და თან ის მუსიკოსები რომლებიც ჩვენ შემოგვიერთდნენ ძალიან თავისუფლად იგრძნობდნენ თავს ასევე ჩვენც და რო წავიდა ეს პირველი კომპოზიციები რო ჩავწერეთ რაღაც ხმისაისორი შემოვიდა და ინტერის დაჭერა დამავიწყდა თუ რაღაც ის გითხრა და ხელახლა უნდა დაუკრათო და აუ ეს ახლა კიდე ხელახლა იმიტომ რომ მართლა დაღლილები ვიყავით და კაი კონიაკი თქვენზეაო რა აკემ თქვა არა ლაშა თქვა და ეს ექსპერიმენტად შეერქვა კონიაკი ოღონდ რა თქმა უნდა 5-მდე ვითვლით და უნდა დაეწყო ამ კომპოზიციას დაწყება და აკემ დათვალა 5-მდე და ის ნამდვილი სახელი კი აღარ თქვა უკვე თქვა კონიაკი და ესე შერჩა კონიაკის ნახოთ კონიაკი ჩვენთან სტუმრად იყვნენ აკე and friends ნახოთ მოკლედ ეს მუსიკა დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ ჩვენთან მოგზაურობისთვის